ყველას მოგესალმებით. ესე იგი, ვიდეო რომელიც დავდე, რა თქმა უნდა, თავისი რასაც ველოდებოდი, ის რეაქცია მიიღო. იმიტომ რომ მე ველოდებოდი ამას, რომ აი მრევლი, რა თქმა უნდა, ამას არასწორად მიიღებდა. იმიტომ რომ კრიტიკა მიუღებელია, იმიტომ რომ ტაძარშივე მათ ასწავლიან ამას, რომ ვინმე თუ გააკრიტიკებს მამაოს, მეუფეს და მის ნათქვამს, ესე იგი, ეს ხო რა მტერია უკვე ეკლესიის და ნებისმიერი ხერხებით, სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ინტერნეტში მარტო ჩემზე არ მომგას, სხვა გვერდებიც მაქვს ნანახი, სადაც დედის გინება, შეურაცხყოფა და ეს ხალხი მე ეკლესიაში წავა და იმ პირი თქვათ ანეზიარება, ან კიდე ილოცებს რა და ღმერთის წინ მოიხდის ვალს, ან იმ თავის მამაოს გაახარებს, რომ ბოდიში რა მამაო, აი ეს კაცო ეკლესიის მტრები რა, ეს ისინი რა, აი მაგათი შუბა დავხიე და რაღაცეები და ვაგინე რა, შევაგინე და ის მამაოც ბანს აუბავს, ის ხო იდიოტია ზოგიერთი, რომ აი ხო რა უნდა გააკეთო კაცო, ხო, აი ეს ბიჭო ემოციები და რაღაცეები რომ მოდის და რაღაცა თან ეს მამაო როგორც ვარიანტი ყავს ეს ადამიანი, რომ რაც არ უნდა მიქაროს, ეს მაინც დაიცავს იმას. ხო და უყურეთ, ეხლა რა ხდება, ესეთი სიტუაციაა. Facebook-ი სადღაც 6 წლის უკან მქონდა რა, Facebook-ი, კიდე მეტი შეიძლება. ეხლა ვერც რეგისტრირდები და არც მინდა, არ მჭირდება. ესე იგი, ადამიანმა, ქალმა, რომელსაც სხვათა შორის პროფილის სურათზე ორი თავისი ბავშვი უჭირავს, ანგელოზები, აი პატარა ბავშვები რა, არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ის არის, რა ქვია, ვისი ბავშვი იყო ეს, ხო? ეს ქალი არ იყო ცნობილი სახე, უბრალო ადამიანი, რომელსაც აქვს Facebook-ის მომხმარებელია და კომენტარი დაწერა, რომ არ შეიძლება მამაოების გაფეტიშება. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც შეიძლება რაღაცა შეცდომა მოუვიდეთ. და ეხლა დამაინტერესა, რომ აი ხა ამ ადამიანს რას უპასუხებდა ხალხი რა. იქ იყო რამოდენიმე მოწონება, რომ აი მართალს ამბობთ რაღაცა და შევედი. ესე იგი, ბიჭი, ახალგაზრდა, უწერს ესეთ რაღაცას. ეხლავო მე მოვალო, სადაც შენ ხარო და რა თქმა უნდა იმ ბინძური სიტყვებით არ ვამბობ. ანუ მე არ ბილ სიტყვაობ. ესე იგი, მოვალო, სადაც ხარო და შენ შვილებთან ერთად გიხმარო რა. აი ამას ეუნება ბიჭი ქალს, რომელმაც ეს კომენტარი დაწერა. დავინახე, რომ ამ ქალს არავინ არ ანუ ამ ქალის დამცველად და ისე არავინ არ გამოესარჩლა რა და გადავედი ამ ბიჭის გვერდზე. ესე იგი, წმინდანების ხატები, ციტატები, ყოველ დილით დებს იმას, რა ქვია, რაღაცა აი წმინდანის გამონათქვამებს და ციტატა სახარებიდან, ფსალმუნიდან რაღაცა და აი ეს ლოცვა წაიკითხეთ და თავის შვილთან, იმას ცოლთან ერთად სურათები, კაცო, ორსული ყოფილა მისი გოგო და ჯერ ჩახუტებული და ეკლესიასთან სურათი და მამაოსთან და ის მამაოს წვერიდან რო იყურება ისეთი სურათები და რაღაცეები და აი ესე თავს რო ამოყოფს რა, ისე და ბიჭო, ცუდად კი არ გავხდი. აი იმხელა აგრესია მივიღე, აი ეს ყველაფერი, ეს ფარისევლობა რო დავინახე. რომ აი ნაღდად მომბობ ეს ადამიანი ახლოს რო ყოფილიყო, აი ყველაზე საპატივცემულო ადამიანსაც რო ეთქვა, ჩემთვის რო გაჩერდიო, ვერ გამაჩერებდა რა. თან იმას არ მომბობ, რომ ეხა ამას მე მოვერეოდი და რაღაცა. ჩხუბი მორევაზია ბატონო. მაგას არ ვიტყვი ესე, ქედმაღლურად, რომ იცი რას უზავდი და რაღაცა. არა. თავს ვხეთქავდი მაგრად რა. ხო, 8 კილო, 10 კილო თავი მაქვს, ნაღდად, აი ვხეთქავდი პირდაპირ და მაგ კომენტარებზე ვაგებინებდი პასუხს რა. ისე მივიღე, როგორც აი ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ვინმე ახლობლისთვის რომ მიეწერა რა. სკრინი გავაკეთე ამ კომენტარის და წერ ამ ბიჭს, რომ ეს რა არის, მეთქი, ანუ რატო კადრულობ, მეთქი ესეთ რაღაცას. შენი დედაო, ესე შემაგინა პირდაპირ. შენი ალბათ ისო ეკლესიის წერი ხარო, შენი დედაო მაგინებს ახლა. როგორც კი უთხარი ამ სულით ჩმორს, აი პირდაპირ ჩმორი, რელიგიური ფარისეველი ჩმორი, რომელმაც ვერცად ვერ ნახა შესასვლელი და შეეტენა ეკლესიას ფარისევლურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხში კარგად ისმის ეს, რომ ის მორწმუნეა, გამიგე? ის ეკლესიაში მსახურობს და ხალხს უკვე კარგი წარმოდგენა აქვს, რომ ეს კაი ადამიანი იქნება, რახან ეკლესიაში არის. შენმა ახლობლებმა რომ გაიგონ ეს შენი მინაწერი, მეთქი. აი ეს სკრინი გაუგზავნე. და მე არ ვიკადრებ ამას, მეთქი რომ მე ხა შენ ცოლს გავუგზავნო, რომ როგორი ამანდობ ყოფიყავს სახლში, მეთქი და
ვის გაზრდის ეს კაცი? ამი თავის შვილებს ვის გაზრდის, ხო? რანაირები იქნებიან ისინი? ეგრევე შევიდა იმ ქალის გვერდზე, წაშალა თავისი კომენტარი და მე დამბლოკა ეგრევე. აი ესეთი ფარისევლებით არის სავსე ეკლესია. აი მე არ ყოფილვარ ესეთ, იმას ვამბობ, რომ იმაზე უკეთესი კი არ ვიყავი, დედა არ მიგინებია ნახდა ცარწყნოების გამო არავისთვის. რაღაცა კრიტიკულს რო ხედავდი, მეც კრიტიკით რა თქმა უნდა, კაცო, მეც ეგრე ვღებულობდი, რომ აი ეკლესიის მტრები და რაღაცა და მე რო გავარკვიე, რომ ეკლესიაში მტრები უკვე შიგნით არიან და თან უფრო მეტნი ვიდრე მსახურნი, მე გავჩუმდი და ვისთანაც მომეცა საშუალება იმას ბოდიში მოუხადე, რომ მაპატიეთ, მე იმ დროს არ ვიცოდი, რას ვიცავდი და აგერ თქვენ კრიტიკაზე ბოდიშ გიხდით მეთქი რა. და ეხლა უყურეთ რა ხდება. ჩემ თავში ზუსტად ფარისეველი დავინახე, როდესაც მაგალითად მე ეკლესიაში სადაც დავდიოდი, ვიყავი წყნარი მშვიდი და გარეთ რო გამოდიოდი, მაგალითად რაღაცა ამასოფლის რაღაც გართობებზე ყირაზე არ გადავსულვარ ეხლა. ნახდად აი ალალად ვამბობ პირდაპირ. ალბათ შეიძლება თანხები არ მქონდა იმდენი რომ ყირაზე გადავსულიყავი, ან თქვა ისეთი პაჭკა რომ აი ისეთი პაჭკა ფული რომ კაცისთვის რომ ესროლა წამექცია, არ მქონდა ეგეთი თანხა და ალბათ ფანტაზიის რაღაცა ნაწილები იყო დახურული. ხო და მე მივხვდი რომ აი მაგალითად სტიქარს აღარ ვიცმევდი, როდესაც მაგალითად სიგარეტის მოცემა დავიწყე. ეს არ ყოფილა სისტემატიური, მაგრამ რაღაც მომენტში ვეწევდი, მე გადავაგდე და ასე შემდეგ. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ისეთი სინდისი გავაღვიძე ჩემში, რომ აი პირდაპირ 64-ის კართან იმაშვები, დავდივარ როცა მინდა რა. არა, მე მივხვდი, რომ რა აზრი აქვს, თუ მე ეკლესიაში, სადაც ვიცი, რომ ეს ღვთისმსახურება და მსახურებები ხდება და იქ მე ვიღაცის დასანახად კარგად უნდა მოვიქცე. და გარეთ გამოვდივარ და მე სხვა გიორგი ვარ და სხვა ადამიანი ვარ, ხო? რა მნიშვნელობაა ღმერთი ხო ყველგან არის. და ასევე იმასაც მივხვდი ჩემ თავთან, რომ სიკეთეს რო ვაკეთებ და ეგრევე რო ვავალდებულებ ღმერთს, რომ აი ამ სიკეთეზე შენ მე დამიბრუნე პასუხი და ველოდები, რომ აი კარგს რო გავაკეთებ, კარგი უნდა მივიღო, ხო? სხვათა შორის ცოდვას რო ჩავდივარ, მასე არ ფიქრობდი, რომ ისა რა ქვია იმას, საჯელსაც ეგრე, მივიღებ ეგრევე რა პასუხს. ანუ ის გავაკეთე აქცენტი, რომ მარტო სიკეთეს რო ვაკეთებ, მაშინ კი არ მახსოვს ღმერთი. ცუცაც რო ვაკეთებ, მაშინაც ვაკეთებ იმას, რომ აი რას ვაკეთებ ახლა, ღმერთი ხო ხედავს ამას და всё, ეს არის და ეს. აი ეს იმის მინდოდა მეთქვა, რომ მე კი არ გასწავლეთ, კაცო, ჩემ გამოცდილებას ვამბობ. არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ის რა ქვია იმას ქადაგებელი უდაბნოსაშინა იპოვეთ ახლა YouTube-ზე რა, რომ აი მე მოდივარ ახლა და მე თუ არ ვილაპარაკე ახლა ღმერთზე, ისე არ გამოვა. მე ვამბობ ჩემ გამოცდილებას. მე არ ვამბობ რომ იმაში რა ქვია წმინდათა დასის წევრი ვარ და რაღაცა. მე ვამბობ რომ მე ზუსტად ისეთივე ფარისეველი ვიყავი. დღეს სამწუხაროდ ვებძვი ხო ამ ფარისევლობას ჩემ თავთან პირველ რიგში. და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რეალობასთან ვიყო ახლოს. და ცოდვითი და თქვათ რაღაც მომენტები და მდგომარეობები განვიხილო. გავიცნო ჩემი თავი. აი ეს არის რა და ეკლესიაში ახლა მიდიხარ, იქ ლოცულობ, გარეთ გამოყალ ვიღაცას სკურპერს დაუმტრო. ეს ქრისტიანობა არ არის. ეს არ არის ქრისტიანობა და ამიტომ თქვენ თავთან დაფიქრდით, აი რა დონეზე ვარ თქვათ ქრისტიანი და სადა ვარ ფარისეველი. გაიცანით თქვენი თავი და სიცოცხლე და ცხოვრება კი არ გაგიუმჯობესდებათ. აბსოლუტურად ყველგან თქვენ გეცოდინებათ თქვენი ხასიათი, თქვენი პოზიცია, სად უნდა დაითმინო, სად უნდა არ მოითმინო და საზომები რა. ეს არის და ეს. მე ჩემი იმით გამოცდილებით გეუბნებით, რომ როდესაც მე დავიწყე პირველად ჩემი თავის კრიტიკა და მე ჩემი საქციელების რომ აი მე რას ვაშავებდი და აი ამ რელიგიური ფარისევლობიდან უნდა გამოვიდე ვითომ ქრისტიანის იმიდან რა ხედვებიდან გამიუმჯობესდა ცხოვრება და სხვათა შორის ურთიერთობა შემეცვალა ღმერთის მიმართებაშიც რა. ღმერთთან პირადად არ მისაუბრია, მაგრამ აი სულში თვითონ მდგომარეობა გამომისწორდა. არ ვთამაშობ, არ ვიტყუები, არ ვაჩვენებ იმას, რომ მე ვარ კარგი ქრისტიანი. საქმეებს უფრო ვცდილობ, რომ გამოვაჩინო, რომ ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ადამიანმა რომ აი ჩემზე მე ილაპარაკოს, რომ დედა ეს რა კაი ადამიანია. არა, მე მინდა რომ ამ ადამიანს კითხვა გაუჩნდეს, რომ შენი ტვინი
და შენი საქციელები ვინ დააფორმულირა, რომ ასე იქცევი მაგალითად რა. და მე ვეტყვი რა თქმა უნდა პირველ რიგში მშობლები, მეორე რიგში თქვათ ის ადამიანები ვინც ჩემზე შტაბეშტილება მოახდინა და მიბიზგებს სიკეთისკენ და არა იმისკენ რა ვიღაცას რაღაცა ცუდი გაუკეთო და იმით ვიხეირო და მე ვიცხოვრო და ასე შემდეგ რა. და რა თქმა უნდა ღმერთი. და ყველგან ვამბობ ამას და ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ რა ქვია იმას, ანუ ბევრი რაღაცა ცუდის გამიკეთებია ცხოვრებაში, გასულ და ეხლა წინ არც ვიცი რას, მაგრამ სხვა არ დამიღუპია, ჩემ თავზე გამიკეთებია ეს ცუდი. ჩემი იმით ვამბობ, რომ ღმერთი რო არ ყავდეს და მისი მფარველობა რო არ იყოს, ხო? ეშმაკი დაგულეჯდა რა. და სხვათა შორის ბევრი საცდური არის ისეთი, რომელიც სამწუხაროდ არის რაღაცეები, რომელსაც დღევანდელი ეკლესია, არც ერთი ეკლესია, მსოფლიო ეკლესიას მომბობს, საერთოდ არც მუშაობენ და არც აკეთებენ იმის აქცენტს, რომ აი თქვათ ამის საპირისპიროდ რა შეიძლება რომ გაკეთდეს. რატომ? იმიტომ რომ ყველა მთავრობასთან არის პლუსში და როგორც სისტემა იტყვის, ისე აკეთებენ ისინიც რა. ეს უკვე სხვა თემა არის, სხვა თემაზე წავედი, ალბათ ბევრი რაღაცა იხარშება თავში და მაგიტომ და ამიტომ ამაზე დაფიქრდით, აბა სად ახართ, რა დონეზე ხართ თქვენ ქრისტიანები და რა დონეზე ფარისევლები რა. ოღონდ რა თქმა უნდა, იმის რა ნორმატივების ფარგლებში, რომ მე თვითგვემა და რაღაცა სიგიჟეები რო არ დავიწყოთ და იმის თითების ჩიჩქნა და ასე შემდეგ. ისე უბრალოდ რა.